თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობაძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის მეშვეობით მზია მაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ცრუბრალდებების უარყოფას ითხოვდა. აკობაძემ თქვა, რომ პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე სარჩელი არ დაიშვება. გადაწყვეტილება მან დღეს თათბირის შედეგად მიიღო. მზია მაღლობელი მოითხოვდა ირაკლი კობახიძის ორი განცხადების უარყოფას, რომელიც მან 2025 წლის 10 ივლისს პროპაგანდისტული TV იმედისა და 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. ორივე დროს ოცნების პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა, რომ მზია მაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა უცხო ძალისაგან მიღებული დაკვეთის გამო გააცნა, მიზანი კი პოლიციის იმიჯის დაკნინება იყო. სხდომას მხოლოდ მზია მაღლობელის ადვოკატი ანა რეხვიაშვილი ესწრებოდა. სასამართლოში არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. ეს არ იყო არც დებატი, მით უმეტეს არც პოლიტიკური დებატი, ეს იყო მის მიერ ერთპიროვნულად გავრცელებული ინფორმაცია სხვადასხვა ტელეეთერების საშუალებით. საღაზრსაც მოკლებულია აი ასეთი ტიპის ფორმატში, ასეთი ტიპის განცხადებების დაფარვა პოლიტიკური დებატის ცნებით. 10-მდე სარჩელია წარდგენილი საქართველოს სასამართლოებში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ამ საქმეზე სასამართლოს მიდგომა არის სისტემური, სასამართლო არ იღებს წარმოებაში ამ სარჩელებს სხვადასხვა ტექნიკური უსაფუძვლო არგუმენტებით. ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რომელიც გაგვიკვირდა კიდეც, როდესაც წარმოებაში მიიღო სასამართლომ და სხდომა ჩანიშნა, თუმცა სხდომაზე ვნახეთ, რით დაასრულა რეალურად საქმის განხილვა. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ქალბატონ მზია მაღლობელს სარჩელის უფლება აქვს წართმეული, ანუ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს საშუალება აქვთ, რომ მასთან დაკავშირებით გავრცელონ ნებისმიერი ტიპის მცდარი ინფორმაცია, მაშინ, როდესაც ქალბატონ მზია მაღლობელს ერთმევა შესაძლებლობა არათუ სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი განხილვის უფლება ჰქონდეს, არამედ უფლება, რომ სარჩელი აღზრას სასამართლოში და მიაღწიოს მისი სარჩელის შინაარსობრივ განხილვას. დღესვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს პოლიტპატიმარ მზია მაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ანათქვამი, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ მზია მაღლობელის მხედველობას საგრძნობლად გაუარესდა და ახლა ის საგანგაშო ნიშნულზეა. ასევე განცხადების მიხედვით არაერთი მიმართვის მიუხედავად მედია მენეჯერს მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები არ უტარდება და ამ დრომდე მკურნალობის დასაგეგმად ექიმის სათანადო კონსულტაციას ვერ იღებს. ორგანიზაცია ამბობს, რომ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მარჯვენა თვალში ამაღლობელის მხედველობა დაახლოებით 30% იყო და სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა 90%-მდე გაზრდილიყო. ციხეში მოთავსების შემდგომ 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად მედია მენეჯერს მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით დაახლოებით 60%-მდე იყო შესაძლებელი. ორ დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით კი დადგინდა, რომ მზია მაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა 2 დღის ინტერვალში 20%-ით დავარდა. ამჯერად სათვალის გამოყენებით მხედველობის კორეგირება მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი. მიუხედავად სამედიცინო შეფასებისა, რომელიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია მაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელ აღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად, არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზით ადგენილა. მზია მაღლობელს თავისუფლებასთან ერთად წართმეული აქვს უფლება ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მისი დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით. სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად, რა სამედიცინო შედეგებთანაა დაკავშირებული შერჩეული მკურნალობა, როგორია ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკები, არსებობს თუ არა ალტერნატიული ვარიანტები მკურნალობასთან დაკავშირებით, რა არის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი რისკები და ასე შემდეგ. შესაბამისად, მზია მაღლობელს წართმეული აქვს მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და შესაბამისად ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის მინისტრ პატა სალიას მიმართავს და სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია მაღლობელისთვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარების უზრუნველყოფას ითხოვს. ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანსაც მიმართავს და ითხოვს, რომ მან დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია მაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.